ასეთი ბევრი ჩემი
ნათესავი ახლობელი ერთდროულად არც კი მინახავს, ვერ ვიხსენებ დროს, როდესაც თქვათ ისინი, რომლებიც წლების განმავლობაში არ მინახია, ან რომელთა არსებობის შესახებ მხოლოდ ვიცოდი. წუხარო ბევრი არ მოვიდა, მაგრამ ვინც მოხდი ხალხო, ჩვენ ყველას გავიმარჯვეს, ჩვენ შეკრებას გავიმარჯვეს, ჩვენს ერთად ყოფნას გავამარჯვეს. შემდეგ რაც ქლუბეტონი გაირა, წარსდგა უფლის წინაშე. გთხოვთ სლაიდშოუ. ღმერთო შენ მომიმართახე. დედაკაცი ცელი და ნამგალი, ჰა? თუ არ გაუგონიათ, ეხლა გაიგონო. მითამ მერითი ვარ ნაკლები მდამპალ გოგიაზე. რა უყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზე წინ რით არის. ეხი კი დაგახარე მათ ქეციან თავზე. შეუხერო შენა. ტინის კალამანს ჩავიცვამ და მაგას კი არ შეგარჩენ.
ქალბატონი ზაირას დაბადებისია მისი მოგონებისადმი ვიწმული საღამოა და მე ვიდა შევსო მისი სოვის ადრეულო მისი უკლავი სულის დიდების ადრეულო მინდა შევსო სამწუხაროდ პირადად მე არ ვიცნობდი ქალბატონ ზაირას მაგრამ ვიცნობ მის შვილს და მოცაობენ შვილი შობლის სარკიაო და აქედან გამომდინარე მე შემიძლია უკვე ვიბრძეო და წარმოიდგინე მქონდეს როგორი დიდებული პიროვნება იყო ქალბატონი ზაირა იქიდან გამომდინარე როგორი შვილი გაზარდა მან ქალბატონი ზაირას უკრავი სულის დიდება იყოს მისი ხსოვნა იყოს და მოვიგონოთ კიდევ და კიდევ ქალბატონი ზაირა ის პიროვნება და პოზიციონოს უფალმა გამყინოს სასწაულო ვისაც სურვილი გაქვთ ორიოდე სიტყვით გთხოვთ გავიხსენოთ ქალბატონი ზაირა ალენაშვილი ალბათ არ იყო ეხლა ეს გასული კადრები ოთარან თქვრის შესახებ აი თითქმის იგივე სიმბოლური იყო ქალბატონ ზაირასთან მიმართებაში ქალბატონ ზაირამ ჩვენ დიდი ხანია უკვე ვეუბნებთ დასაწყისიდან ვართ ერთად კატარზისში და ბევრჯერ მომისმენია მისი ისტორიები, ცხოვრებისეული რაღაცა რთული გზა გამო ქალბატონმა ზაირამ და ისინი მისი ხანდახან ხასიათის სიხისტე, ხო? ხანდახან არ მოგწონდა რაღაც, მაგრამ ეს ალბათ საჭირო იყო იმისთვის, რომ აი ის რასაც დღეს ხედავთ, რაც შექმნილია, ალბათ ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ აი ეს ყველაფერი ყოფილიყო და იმისთვის, რომ არსებობს კიდევ ერთადერთი პირობა იმისი, რომ აი ესეთი კარგი შვილები გაზარდა ქალბატონმა ზაირამ როგორც მოგახსენეთ დიდი ხანია ერთად ვარ და ფაქტურად მეგობრები ვართ უკვე ჩვენ ერთმანეთის და აი რომ ხოს ბატონის ზაური ეს კიდევ ერთი პლუსია ქალბატონი ზაირასი და ყოველი აი რაც შექმნილია ის ბებიების თავშესაფარი და რაღაცა როგორ იხსენებენ მას როგორ ყოველდღიური ლოცვა აქვს ამ ქალბატონს იმისი თუნდაც იმიტომ რომ აი ეს რაღაცა შეიქმნა და რაღაც აქვს ამ ხალხს რაღაც სულიერი სიმშვიდე სავანე და კიდევ ის რომ აი ხა როდესაც შემოდიან კაფეში თითოეული ადამიანი როგორ ლოცავს თვითონ ბატონ ზაურს რომ აი ეს რა 64 შეგვიქმნა და მე ვარ მომსწრე თითოეული ადამიანის როგორი სული და გულით აღიძელებენ და ის რაღაც აი როდესაც ადამიანს პირად ურთიერთობაში ხედავდა რაღაცა ხან რამდენჯერ მიწხუნია მე თქვია რომ კარგი და ზაირა და ეს ნუ მეუნები რა ესე არ არის ისე არა მაგრამ მე რო გადახედავ შეიძლება მართალიც იყო ქალბატონი ზაირა და ბოლოს სიტყვები არ დამოვიწყდება რომ როდესაც მითხრა რომ თამარ ბეშე ძალიან მიყარხარო და ხმერთვა ნათელში ამყოფოს ქალბატონი ზაირა და ვიცი როგორ თითოეულ ჩვენთანაც როგორ მოეფერა და როგორ წავიდა ალბათ მინდოდა რომ ეს სიყვარული დაეთოვებიდა გაანახოს ხმერთვა სადასასწრებელში დიდი მადლობა აგრეთვე ჩვენ ბებიას უნდა ორიოდე სიტყვით გითხრას ქალბატონის ზაირას შესახებ გთხოვ. მოხუცებულთან თავშესაფრის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ზაირას. ჩვენი მოხუცებულების სახელით მადლობას ვუძღვით მას ბატონ ზაურის ეს რომ დაარსეს და თავშესაფარი მიუჩინეს უსამყარო მოხუცებულებს ნათელში ამყოფოს ქალბატონის ზაირა და მისი შვილები კარგად იყვნენ, ასეთი კეთილი საქმე გაეგრძელებინოთ, როგორც მათი დედა. დიდი მადლობა. მოგესალმებით. მეც გახლავართ კათარზისელის სტატუსით და მაქვს პატივი, რომ გავიცანო ქალბატონი ზაირა როგორც კათარზისის თავშესაფრის ხელმძღვანელი, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა 2009 წლის შემდეგ. უპირველესად მინდა აღნიშნო ქალბატონ თამარს გამოეხმაურები მისი ეს უჩვეულო ხასიათი
ეროვნული თვისებები სამაგალითო შეიძლება იყოს ნებისმიერი ქალბატონისთვის, როდესაც ვუყურებთ ის თავშესაფრისმის მეურვეობას, მომჭირნეობას, ზუსტად ოთარ ანდღრივისეულ თვისებებს. ეს სამომავლოდ გავყვება და მინდა მადლიერები დავნიშნო, უამრავი რჩევა დარიგება მიმიღია ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სწორი დიდაშვილური. მის მთელი ცხოვრება გამყვება და მე მახსოვრება მისი ცხოვრებისეული სიბრძნით, მისი ასეთი დიდაქტიკური მოტივებით და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყოს 5 წელი. მინდა აღნიშნო ბოლო წლის შესახებ მისი ექიმი გახლდათ ქალბატონი თამარ ბეშაპიძე სამწუხაროდის რაიონში აღმოჩნდა და უნდა აღნიშნო, რომ ეს იყო მისი პირადი უერთგულესი ექიმი და მე აღმოჩნდი მხოლოდ და მხოლოდ მნახველის პოზიციიდან და აი ის ბოლო პერიოდი როგორც ჩაიარა ონკოლოგიური პაციენტის ეს იყო საოცარი მაგალითი ჯერ სულიერი სიმტკიცის როგორ იღებდა თითოეულ მნახველს ეს იყო საოცარი მაგალითი დედაშვილობის არ შემიძლია არ აღნიშნო რისი მომსწრეც გახლდით ბატონი ზაურის და მისი უსათუთესი დედაშვილობა ოჯახური ურთიერთობის, როდესაც ბატონი ალეგოს უამრავი შთამომავალი, მისი მეუღლე და ამდენი შვილი და შვილიშვილი სააბა ქალბატონმა ანუ მისი შთამომავლები თავზე ხოვდნენ და ეს თითქოს ონკოლოგიური პაციენტისთვის არის ხოლმე ბოლო პერიოდი ასეთი ბედნიერი ყოფის. ვიხსენებ დიდი სიყვარულით და აღინიშნა უკვე რომ შემთხვევითი არ იყო რომ აი ასეთმა აღზრდამ მოგცა შედეგად ის რომ ბატონი ზაური და არსებობს და დაფუძნდა კათარსისი როგორც სიკეთის სახლი. ერთ პაცია ლექს შემოგთავაზებთ ეს გახლავთ ლათო კახაძის ლექსი რომელიც დაწერილია სწორედ სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ დაწერილია იმ განწყობით როგორ გვახსენებს წასულ მეგობრებს. ჩვენც იქიდან დავბრუნდით დღეს და წამო აუყვეთ პილიქს ეკლიანს მიტოვებული ბაღისკენ მავალს იქ ჩვენ საფლავის ქვები გველიან ნაცნობ ქვას ნახავთ მრავალს და მრავალს იქ საიდუმლო სიჩუმე დადის ფოთლებს შეარხევს სიო მინკრთალი განისვენებენ მიზეზნი დარდის მოხუციც ბალხიც ტყუან მართალი გარდასულ დროში ამავე ბილიქს მიუყვებოდნენ ისინი ძნელა ფიქრის ცისინებს ჩვენც აქეთ მოვალთ დრო კი ანათებს და მაინც ბნელა აქ ხომ ასაკს დრომბერას დააკლებს აქ ჭაბუკები ხმებად რჩებიან წამო ბახთან ვართ ყური დაუგდე უკვდავები და ხმები მღერიან თებერვლის ბოლო დაბადების დღე მილოცვებს უკვე უშენოდ იღებს ჩვენთან იქნები, მაგრამ გვეკლდები სუფრასთან ობლად შემორჩენილებს. ყველა სახსოვრად სურათი თითო, გახსენებისას კითხვები რთული. ახლა ჩვენ შორის სიზმარი ხიდობს, გვაკლია შენი ქვევრივი თქული. ქალბატონი ზაირას 40-ზე გამოიცა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ბუკლეტი. ვისაც იგი არ გაქვთ და გინდათ რომ გქონდეთ გთხოვთ საღამოს დასრულების შემდეგ მიიღოთ ის. დღეს ამ სუფრასთან ბევრს ჰყავს ალბათ გარდაცვლილი დედა. შემდეგი ვიდეო რგოლი სწორედ ამას მოგახსენებს. ახლა უნებურად ძლიერ მომენადრე შურჩულით ჩამესმის ტკბილი ავნანა შენი ხიმილი და შენი სურნელი როგორ მომენატრა ისი თბულები დედი დანდაბარილო უსარა დამიქრები დედი მიხვარ ხარ და დედი მენადრები შენზე ვილოცებდებ მე შევებდარები დიდხანს გიყურებდე ნუ დამიბერდები ქართველი კაცისთვის ყველაზე ძვირფასი რამაა დედა ამაში ყველანი დამეთანხმებით იყო რომ განსაკუთრებით იმ ადამიანთათვის რომელსაც დედის დაკარგვით გამოწვეული სევდა თან დაასდევს მუდამ მე ძალიან კარგად ვისმის ეს ყოველი ბენდელო ძალიან აკარგად დაიყო დედაში მიოცა გარდაიცვალა და იმის მერე
როცა ეს მოხდა, ფაქტობრივად დრო გაჩერდა ჩემთვის. იმის მერე დრო რაღაც კონტექსტში აღარ გადის. და მე ისევ იმას აკისვა, რა მომენტშიც ეს მოხდა. იმის მერე აღარც ვიზრდები და ვარ იმ მომენტში. აი რაღაც ჩემი პიროვნების რაღაც ნაწილი არის დარჩენილი იმ დროს, იმ ჟამს. ზუსტად იმ საათში იმის მერე დრო აღარ გასულა. ვისაც მამა ხავთ გარდაცვლილი, ალბათ დავით ახლავით რაოდენ მწარეა.
შემდეგი ვიდეო რგოლი მათ შესახებაა ყურადღებით ეკრანისკენ. არასოდეს არაფერი არ მოიპარო. შიმშილით რო კვდებოდე მაინც. იცოდე. სხვისი არაფერი შეგშურდეს მამა. და იცოდე. ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი. რის გამოც შეიძლება გიყვარდეს. ან გეწოდებოდეს მაინც. ამიტომ იოლად ნურავის ნუ გაიმეტებ. გესმის შვილო. მამა. მისმის მამა. ჩვენი გარდაცვლილი მამაკაცის მოღონებამდე და ხსოვნა ერთმან ახლოს შეამოხმოთ მათი სული. ვინც ცოცხლები ვართ კიდე, ვინც მამების მადრი მომბარმა უფალმა, ყველა დალოცოს უფალმა და ბედნიერი მამები ყოფილი დავით ყველა. ჩვენი მეგობარები გავიხსენოთ. ყველაზე თქმული და საყვარელი ადამიანები. გთხოვთ ჩართოთ ვიდეო რგოლი. გარია. ჩემთვის ხედავ თუ მელანდება. მე ვარ ბებია. მოდი ბებია. ძინიჭირი. თანმაგი აბარავა გეგონა. ბებია შენი ღვთისმშობელი გეაყოფილა. რას ამბობ ბებია? მე ვიდა დრო ბებია. ჩემი მოbrunება აღარ შეიძლება ბებია. არცა საჭირო. ნამეტანი შევაწუხე დედამიწა. ხუმრობა ხომ არა. 80 წლის ქალი ვარ, მაგრამ რა ვქნა? ვერ გავძეხი ბებია სიცოცხლით. ხარდი ყოფილა კაცის გული. ცხვენია თქმა თუ არა, კიდე ქემინდა ბებია სიცოცხლით. შენ მოკლა. ჩვენისთანაც 10 კილო აჯერებ და წინწე იმძღვარი. ილარიონ შავარნაძე. მაი კურცხალი მეიცილე და ისე იმასხ. მაღლესი ხოდა ამთავრე ბებია. კი ბებია.
მოდი ბებია გაგოცომინდა ენი ჭირიმე გადი სული გალათა დამტიე მარტო გადი ბებია გადი მერტო ძლიერო დედა ოხთისა წმინდაო მარია არ მოაკლო შენი წყალობა ჩემს სიზმს და ხორცურიკელას და მის ნაგრავს შენ გოუმართე ხელი გასაჭირში შენ გოუნათე უკუნი და მიეც დღეგრძელი ფიქრობ დღეს ჩვენ მართლები არ ვიქნებთ თუ იმ მეგობრებს არ გავიხსენებთ ვინც თავიანთი წასვლით დაგწყვიტა გულები. ხოთ. სლაიდშოუ მეგობრები. Ოლიანი ბეთები, ოლიანი გაზები, ნეტავსად მიდიან სიღრმის მეგობრები, სხვისთვის გამინოდვიან დიზაინერი იყო ჯური და თვითონაც ადამიანი იყო ძალიან თბილი, კეთილი და თვითონაც ლამაზი და მის საფრთხესამულოდ ბატონ ზაურის მისამართით მინდა ვთქვა ის სამადლობელი სიტყვები რომ არ კარგავს ესეთი ადამიანების ხსოვნას და მის საფრთხესამულოდ დაერქვა ჩვენთან გახსნილ მოხუცების კაფეს ჯულის კაფე ქვია კაფე ჯული და ესე მინარჩუნებ მას ხსოვნას, მაგრამ ეს ისე და გულში აუცილებლად ყველას პერსონაჟი და ის კიდე მარინა გონაშვილი მე მახსოვს მითხრეს მე არ გავიყავი იმ პერიოდში საქართველოში, მაგრამ ბატონო ზაურად ფაურო ერთი ეტაპი კათარსისის ცხოვრებაში დამთავრდა, როცა მარინა გონაშვილი გარდაიცვალა და ალბათ ესეც არის და ჩემთვის აი ძალიან ძიმე იყო მე მარინა რო აღარ იყო აქ მოსულა თითქოს აი რაღაცას რაღაც სხვა იყო ეს ყველაფერი ისე აღარ იყო და ღმერთმა ჩემი მარინას სულიც გაანათლოს იმ ქვეყანაზე გაანათლოს უბრალოდ მაგის სულები ამინ ხომესი მადლობა ახლა კი ძვირფასო სტუმრებო, თითო ჩვენთანგანს დაურიგდება თითო სანთელი და გთხოვთ აანთოთ იგი. ალბათ ყველას გამილიგდა თუ გესანთლები და ანთეთ კიდეც და მე ვინა გთხოვთ ფერზე წარმოვიდგეთ და მოვიგონოთ ყველა ჩვენი გარდაცვლილი ყველა ჩვენი მიცვალებული ყველა ვერ მოვიგონებთ სახელობა ყველა ჩვენ გულში ჩავიხედოთ და მე ჩვენ მოვიდაბრძვით აი მოიცოდეთ სუფალმა და დაუფიქროთ სასწაულს გთხოვთ და ესე წუთიერი გომელით ამდივიცეთ მაცულობას და შევიდროთ უფალს რომ დაუფიქროთ მათი სასწაულები და აცხონოს მათი სულები ამინ წმინდა და თანა განუსვენებელ სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა საქამოცენებულთა განუსვენე მათსა და იმიხილოს ნათელი პირისა შენისა სადა იგი არ არის ჭირი მწუხარება არა ურვა არცა სულთო არამედ სიხარული
სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. ამინ. ერთმანეთში ამბობს ჩვენ მიცხოვრებთ სულები და დავუპირისპირდეთ სათავსოები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით კათარსისში. ეს ორგანიზაცია დააფუძნა დღევანდელმა დღის ჩვენმა მასპინძელმა ბატონ ზაურ ოლეგ ალადაშვილმა. ყველამ ვიცით, რომ ეს არის ავტორიტეტული ორგანიზაცია, მაგრამ ოლეგის ახლობლებიდანაც ბევრს არ აქვს სრული წარმოდგენა და არ იცის თუ რას საქმიანობს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია. ნახოთ შემდეგი ვიდეორგოლი. სათნოებით მოსილო, სათნოების ახლო, ჩვენო დიდო იმედო, უდროს საბუდარო, უპოვართა სავანე, უწმინდესო სახლო, მშობლიური სიტყვოთი ჩვენს გულებში სახლო უპოვართა სავანე უწმინდესო სახლო მშობლიური სიტყვოთი ჩვენს გულებში სახლო სათნოებით მოსილო, სათნოების სახლო, სათნოებით მოსილო, სათნოების სახლო, ღვთიურთხეულ ამკერდლებს, ჭერს ასე რომ ნათობს, უმზერთ სული სიამით, ერთვის ეცის დადნობს, უპოვართა სავანე, უწმინდესო სახლო, მშობლიური სიტყვოთი ჩვენს გულებში სახლო სავანე უწმინდესო სახლო მშობლიური სიტყვოთი ჩვენს გულებში სახლო უპოვართა სავანე უწმინდესო სახლო ორამდენი ხანია შენთან ავარდახო მე მინდა ვთქვა პირველ რიგში რომ ხალხთოვანდი გარემოთი რა გარემოს დამხვდა როგორც რეალურად თბილი ესეთი გათბობით ასევე ადამიანების მხრიდან ზრუნველობა ეს ძალიან კარგად ჩანს თვითონ მოხუცებიც ისეთ მდგომარეობაში დამხვდნენ რომ აბსოლუტურად მოვლილი ხალისიანი სითბო თვალებში ერთმა აღნიშნა კიდეც რომ აქედან რომ შემიქმნათ უკეთესი პირობები არ წავალ იმიტომ რომ
აქ მე ასევე აი ამ კათარზისის სახლს, რომელმაც ჩემზე ძალიან ისეთი შთაბეჭდილება დატოვა. სულ მესმოდა რომ არსებობს ეგეთი სახლი, მაგრამ არ ვიცოდი რა ხდება რეალურად აქ. არაჩვეულებრივი პირობებია და კათარზისი დაფუძნების დღიდან აქტიურად არის ჩართული ხანდაზმულების ცხოვრებაში. უამრავ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რათა ცოტა მაინც გაეხალისებინათ მიუსაფარი მოხუცები. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც 2002 წლიდან დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, არის სადილი ყველას. ამ დღეს კათარზისი უმასპინძლდება ყველას, ვინც ეწვევა ხანდაზმულებს, დევნილებს, მარტოხელებს, ეგრეთ წოდებულ ქუჩის ბავშვებს და ასე შემდეგ. თითოეულ აქციაზე 2000-მდე ადამიანი მიდის. დღემდე სულ ასეთი 45 აქცია ჩატარდა. რუსანდებს შეაფასებს ჩვენი არაჩვეულებრივი ჟიურის კომპეტენტური წევრები. და საოცრად ტკბილები მომღერალთა დუეტი კათარზისიდან. შეიძლება წარმოგიდგინეთ თქვენ კათარზისის დუეტი. კარგით გისმენთ. შემიძლია გითხრათ რომ აი ძალიან მიყვარს. უბრალოდ ვიტყვი რომ ძალიან ამიჩუქდა გული. მარცხენა ხელს ხვევთ ადამიანს, რომელიც ჩვენს გვერდით დგას, ანუ ქმნით წრეს, მაგრამ აი ეს ერთიანობა არის კიდეც კათარზის. გაუმარჯოს კათარზის, ქვემოქმედება სიკეთეს გაუმარჯოს მეგობრებო. უხუცებებს შერდი უმორით უყურებენ სიბერეს, სიკვდილ სიცოცხლეს. ამათ ხომ მათ პროექტი ასე კი აძლევდა ამ საშუალებას. მოდით თვით ხანდაზმულებს მოусმინოთ. მე ყველაფერი ძველებურად მაქვს, გარდა ჯანმრთელობისა და ასაკისა. მეუბნებიან სიბერეში ბევრს ლაპარაკობო. კბილი არა გაქვს რომ ენას დააჭირო. აბა რა იქნება? პენსიონერები იმიტომ მუშაობენ ბევრს რომ საქმე არ აქვთ. სიბერეში გულს მხოლოდ ის შეუძლია გიკანახოს რომ არ ეცნია აქვს. სიბერე ის არის როცა სიცოცხლისაგან კარგს არ ელოდები, არც ის შენსგან. არაფერი ხდის სიბერეს ისე სევდიანს, როგორც სასაცილო პენსია. სიბერის შიში ახალგაზრდობის შეცდობა. საინტერესოა რა ქვია კარგად დავიწყებულ ძველს, თუ პროგრესირებადი სკლეროზი გაქვს. თუ საკმაოდ დიდხანს იცოცხლებს, თქვენი ქცევით მოწიწების ობიექტად დაახლოებით ისეთად, როგორც ძველი შენობა. თუ კი სანთლები დაბადების დღის წორზე ნაკლებად გახარებს, ვიდრე ამ სიახში ნაყიდი სანთლები, მაშინ სადამე სიბერე მოსულა. 90 წლის ასაკში შეგიძლია ისწავლო პიანინოს დაკვრა, აი კონცერტებს სად გამართავ, ეს სხვა საკითხია. მხედველობის გავარასებასთან ერთად გარშემოყოფები უფრო და უფრო ლამაზდებიან. ხოლო სრულ სიბრმავეში სრულყოფილება აღწევს. საშინად მეშინოდა სიბერის, მეშინოდა, რომ ვერ გავაკეთებდი იმას, რაც მე მინდა, მაგრამ ახლა უკვე ვხედავ, რომ სულაც არ მინდა ამ ყველაფრის კეთება. ნუ გეშინიან სიბერის, იგი ზემოდან ჩაფიქრებულია, როგორც მეორე ბავშვობა, სოფოკლე. გამარჯვება შეიძლება ვიტყოდეთ და აღობა კათარზისო მაგაზე დამოკიდებული.
სამწუხაროდ ქალი, გაურკვეველი ასაკისა, მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე შეიძლება იყოს. ქალი ყოველთვის ახალგაზრდა, იმავე ასაკის მამაკაცთან შედარებით. ჩვენი სურვილი არ დაუბედეთ, სულაც არ ენილებს წელიწადის დროთა ცვალებადობას. დაბადების დღეები სასიამოვნო რამ არის, მაგრამ დიდი დოზით სასიკვდილოა. ქალი იმდენ წლის არის, რამდენსაც ლაპარაკობს. სიბრძნე ყოველთვის როდი მოდის ასაკთან ერთად. ისეც ხდება, როცა ასაკი მარტო მოდის. მეუბნებიან, უკვე 67 წლის ხარ. დროა დასერიოზულდეო. ჩემი რჩევა სიბერეში თავიდან მოიცილოთ სარკეები. ან შეცვალოთ ისინი მრუდე სარკეებით. სინანულის ნაცვლად ხიარულების მიზეზი გექნებათ. სიბერეში ძახილის ნიშანი თანდათან იქცევა კითხვის ნიშნად. ნუ ფიქრობთ იმაზე, რომ ვერდებით. სწორედ ეს აგვერებს. სიბერე ქალისა და რევმატიზმის გარეშე წარმოუდგენელია. ახალგაზრდობა მხოლოდ ერთხელ გეძლევათ. შემდეგ კი სისულელებისათვის რაიმე სხვა გამართლება უნდა მოიძებნოს. სიბერეს ისეთი მადა აქვს, როგორც ახალგაზრდობას, მაგრამ ფილები აღარ უყურებს. გაუმოჩეს, ჩვენი შვილების გაუმოჩეს, ჩვენ ბავშვებს გაუმოჩეს, ერთმა დალოცოს, ჩვენი შვილები ერთმა დალოცოს საქართველოს მომავალი. მე მეყოლება უამრავი შვილი. შვილი. შვილთა შვილი. იმათი შვილები და მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით. მერე ჩვენ გავრავდებით და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა და არასოდეს აღარ დავიხოცებით. აღარ დავილევით. აღარ გავთავდებით.
like this, the 4th, the 5th,